17 დეკემბერია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშიდობისა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩევას. საერთოდ ქართულ საზოგადოებას რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსորդით წელში რომ მითქვენ ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის რასაც იმსახურებს საქართველო. ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა გზა რომელსაც საქართველო გადის არნახული ბულინგი დემოკრატიის სახელით. რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები და როგორ აფასებენ პრაქტიკულად გასულ წელს. დღეს საღამოს უყურეთ და მოусმინეთ მაია დათუნაშვილს, ნანა ცინცაძეს, ლიკა გიორგაძეს, თემურ თათარაშვილს. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. მაშასე წარმოგიდგენთ კიდევ ერთხელ ჩემი გადაცემის სტუმრებს მაია დათუნაშვილს მუსიკად მცოდნეს, თემურ თათარაშვილს მუსიკოს, ლიკა გიორგაძეს შემს კოლეგას და ნანა ცინცაძეს პოეტსა და ექიმს. საღამოშიდობისა მადლობას გიხდით რომ მოხვდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პრაქტიკულად გასული არის გადაცემის ანონსშიც თქვი ეს წელი, ეს თვეც სრულდება. რას გამოყოფდით მაია თქვენგან დავიწყებ, რითი იყო ეს წელი მნიშვნელოვანი? ჩემთვის პირადად ეს წელი მნიშვნელოვანი იყო ძალიან ბევრი საინტერესო კულტურული მოვლენით, რომელიც გულისხმობს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას უცხოეთში, კონკრეტულად ევროპის სივრცეში და აუცილებლად გამოყოფდი ჩვენი საგალობლებისა და კლასიკური მუსიკის ტრიუმფალურ კონცერტებს ვატიკანში, იტალიაში, ზეფირელის ფონდის თაოსნობით და კულტურის სამინისტროს თაოსნობით, სადაც შესულდა გუგლი თორაძის საოცარი ნაწარმოებები, ზოგადად ჩვენი ფოლკლორული ანსამბლების დიდ წარმატებებს. ეს რაც შეეხება კულტურის მხარეს, ძალიან ბევრი საინტერესო კონცერტი გაიმართა, ძალიან ბევრი ცნობილი და ღირსეული ადამიანის იუბილე აღინიშნა, გუშინ აღინიშნა ჩვენი გენიალური თანამედროვეობის გენიალური ქართველი პოეტის ბატონ ტარიელ ხარხელაურის იუბილე რუსთაველის თეატრში და მე მიხარია რომ ასეთი აქტიური კულტურული ცხოვრება დღესდღეობით მიმდინარეობს. თუმცა კულტურული ცხოვრების იქით იყო საკმაოდ турბულენტური წელიც, ხო? იყო ძალიან турბულენტური და რთული წელი, რამდენიმე კონცერტი აი დამეთანხმებაცებული. ამ მიზეზების გამო გადაიდო კიდეც დიდ საკონცერტო დარბაზში, მაშინ როდესაც დაიწყო საპროტესტო აქციები, ჩვენ ძალიან ბევრი ვიღელვეთ ყველამ ალბათ და ძალიან ბევრს ღელავთ ახლაც, მაგრამ მე არ დამავიწყდება ჩემი შიში იმის გამო, ყოველ დღიურად, ყოველ საღამოს შუაღამემდე ვიყავი მიჯაჭვული ტელევიზორთან და მე შენოდა იმის, რომ ამ ყველაფერს არ მოჰყოლოდა მსხვერპლი. და საერთოდ არ დამღუპულიყავით ამ ყველაფრის გამო. ძალიან რთულია ასეთ სიტუაციაში ყოფნა, ძალიან რთულია ჩვენთვის როგორც მოქალაქეებისთვის, ჩემთვის პირადად ალბათ ხვები თავისას მოგახსენებენ, ალბათ ძალიან რთულია იმ ხელისუფლებისთვისაც, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს საკეთებელი და პასუხისმგებელია ძალიან ბევრ რამეზე ჩვენს წინაშე და ალბათ ძალიან რთულია ზოგადად ქვეყნისთვის. ყველაზე დამთრგუნველი ჩემთვის და წარმოუდგენელი გახდათ და გახლავთ დღესაც ერთი თემა, სულ ფიქრობ ხოლმე რის ფასად შეიძლება ეს გააკეთოს ადამიანმა. აი რა უნდა მომცენ, მე რას უნდა დამპირდნენ, რომ ეს გავაკეთო, როგორ პოზიციაზეც და როგორ თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო. მე ვერ წარმომიდგენია ქალბატონო ნანა წავიდე უცხოეთში და ვლანძღო ჩემი ქვეყანა. წავიდე უცხოეთში და ვლანძღო ჩემი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ეს თუ მილიონერი იქნება თუ მილიარდერი იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. წავიდე იმ მიზნით, რომ ჩემს ქვეყანას ჩამოვტანო ბევრი სანქცია. აი ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავი. იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ თუ სხვანაირად ვაზროვნეთ ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე სამარცხვინო საქციელი ჩემთვის არ არსებობს. ქვეყნის შიგნით გასაგებია შეიძლება გქონდეს შენი პრეტენზია, შენი ემოცია, შენი ასე ვთქვათ ანტაგონისტური თუგნება დამოკიდებულება რაღაც მოვლენების და ვიღაცების მიმართ, მაგრამ საყოველთაოდ ქვეყნის გარეთ მე ამას ვეძახი პირდაპირ მნიშვნელობით ღალატს და ამ ადამიანებს მაპატიოს ყველამ და თუ არ მაპატიებს არც ეს არის ჩემთვის კიდევ პრობლემა. ეს ადამიანები ნამდვილად მოღალატეები არიან. სხვა ღალატი არასდროს არაფერს არ ერქვა. ისტორიულად გადახედეთ შიკრიკობას
და ეს ამბების მიტან-მოტანას და ქვეყნისთვის ასეთი ცუდი იმიჯის შექმნის ცდელობას ერქვა სწორედ ღალატი. ლიკა თქვენ როგორ უყურებთ აბსოლუტურად ვეთანხმები მაიას იმაში, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მიღწევა გვქონდა, როგორც სპორტში, ასევე კულტურაში, ძალიან ბევრი სიახლე, ძალიან ბევრი სასიამოვნო მოვლენა, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვქონდა მე მგონი ტკივილი და გაცილებით მეტი გვაქვს მოსაგვარებელი პრობლემა და მინდა შევჩერდე ერთ საკითხზე, რაც ჩემის აზრით არის არ ვიცი არასწორი განათლების თუ საერთოდ გაუნათლებლობის ბრალი და რას გულისხმობ ამაში, როდესაც სასურველს ვასაღებთ რეალობად. აი რაღაც წარმოგვიდგენია, რომ საქართველო არის ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი ქვეყანა, შეუძლია დაამარცხოს რუსეთი, შეუძლია დაამარცხოს ამერიკა, შეუძლია დაამარცხოს ჩინეთი. ზოგს აქვს მე მგონი ესეთი აღთქმება. კი ბატონო, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ქვეყანა არის უდიდესი კულტურის მატარებელი ქვეყანა, თუნდაც მარტო ის ერთი ამბავი, რომ საქართველოში, კოლხეთში აიეტი მეფის მზის შვილი იყო და კირკე მოდისევსის ისინი გადააქცია ღორებად. ანუ საიდან მოდის ჩვენი ფესვები და მართლა რამხელა კულტურის მატარებლები ვართ. მაგრამ ფიზიკურად ქვეყანა არ არის იმ სიძლიერის, რომ დაუპირისპირდეს მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს. ამიტომ იმის ფიქრი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, რაც არის ყველაზე მთავარი ღირებულება და ყველაზე მთავარი პრობლემა, საქართველოს გამთლიანება. შეგვიძლია მოვახდინოთ ისე, რომ არ დაველაპარაკოთ ჩვენს უახლოეს მეზობელს, ვისგანაც ვართ ამ ხათაბალაში მოხვედრილები, არის სრულიად წარმოუდგენელი. ნუ აი ვინმეს თუ შეუძლია მსოფლიოში ერთი ფაქტი მაინც დაასახელოს, როდესაც ომით წაღებული ვინმე მერე ხონჩით საჩუქრად უკან მოუტანა. ბუნებრივია არ ჩვენ არ გვექნება ამის ფუფუნება და ჩვენ თუ არ გამოვძებნეთ გზები და არ დაველაპარაკეთ ამ ჩვენ დიდ მეზობელს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებიც და ჩინეთიც მოიარებით ელაპარაკება, მე არ ამგონია რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენ დადებითად გადავჭრათ. რა შეიძლება იმ საპროტესტო აქციებს, რომელიც მიმდინარეობდა დედაქალაქის ცენტრალურ განძირზე, როგორ უყურებთ ამ ამბავს? აი, ზუსტად ამას ფიქრობ, რომ ზუსტად განათლების ან არასწორი განათლების ბრალია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს გარკვეული თაობები გაიზარდნენ, როდესაც არ აქვთ წარმოდგენა იმ ისტორიულ ფაქტებზე, რამაც აქამდე მოიყვანა მათი ქვეყანა. მე ასეთი წარმოდგენა მრჩება ყოველ შემთხვევაში. ის ფაქტი, რომ მე-18 საუკუნემდე საქართველო უკვე ისეთი ძალგამოცლილი მოვიდა, რომ იყო გადარჩენა არ გადარჩენის მომენტი და ერეკლე მეორე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც რუსეთის მფარველობის ქვეშ შეიყვანა, რუსეთის ქოლგის ქვეშ შეიყვანა საქართველო. არ იყო სხვა გამოსავალი, მაშინ ჩვენ არ ვიქნებოდით დღეს როგორც ფიზიკურად ვერ გადავრჩებოდით, ხო? და რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ინტერესებში იყო პირველ ყოვლისა და ყველა ქვეყანა პირველ რიგში თავის ინტერესებიდან გამოდის და შემდეგ მოდის სხვა ქვეყნის ინტერესები. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამ ორ საუკუნეში საქართველომ მოძლიერდა გამრავლდა რიცხობრივად და მე-20 საუკუნე, მე-19 საუკუნე საოცარი კულტურული მიღწევები ჰქონდა და მე მგონი ყველა თანხმდება იმაზე, რომ 60, 70-იანი, 90-იანი წლებამდე საქართველოს ჰქონდა ყველაზე დიდი კულტურული აფეთქება ნებისმიერ სფეროში, რასაც კი მოიაზრებს სიტყვა კულტურა. და ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ რაღაც მე არ ვიცახი რომ გუნდრუკი უნდა ვუკმიოთ იმ ადამიანებს და იმ ქვეყანას ვინც ამ წუთას ჩვენი დამპყრობელია და ამაზე არავინ არ დაობს რომ რუსეთი არის ოკუპანტი ხო ფაქტის სახეზია მაგრამ სულ მახსენდება ერთი ჩვენი ცნობილი ზღაპარი ნაცარქექია სადაც ერთი მომენტი რომ არ უნდა იჯდე ნაცართან და უნდა გამოხვიდე და იმოქმედო და მეორე დევს პირდაპირ არ უნდა შეება და რაღაც გზები უნდა გამოძებნო იმისთვის რომ შემდეგ მისი დამარცხებაც და შენი საქმის ყოველ შემთხვევაში სასიკეთო დასრულება შეძლო საქართველოს უშუალოდ ძალისხმევით და ძალისმიერი გზებით არ შეუძლია არც ერთი დიდი ქვეყნის დამარცხება, მაგრამ საქართველოს თუ კი მას გონიერება ეყოფა და მოუხმობს, შეუძლია რომ იმ გზაზე გავიდეს, რომელიც მისთვის მაქსიმალურად მომგებიანი იქნება. მიმდინარე წელს არ გვაკლდა ჩვენ არასდროს, მაგრამ ძალიან გამწვავებული იყო ადამიანებშიც
ეს დაპირისპირება, ხო, თუნდაც სოციალურ ქსელებში და ხშირად ყოფილა თემო შენს Facebook გვერდზეც ეს ამბები, ხო? ხო. რა მინდა იცით გითხოთ, თქვენ გამოკვეთილად აქტიური მხარდამჭერი ხართ ქართული ოცნების და თქვენი კრიტიკოსები ხშირად იმაზე საუბრობენ, რომ აი დღეს სიტყვის თავისუფლება იზღუდება, გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, რომ ხელისუფლებას რუსეთში მიყავს პირდაპირ ქვეყანად, რომ აცდენილი ვართ დასავლურ კურსს. აი ეს არგუმენტები თქვენთვის ეს მეცინება ჯერ იმაზე, რომ რუსეთისკენ მივყევართ, როგორ მივყევართ რუსეთისკენ. ყველა სანქციას შეუერთდა და საქართველოს, რაც კი დაუწესა მსოფლიომ ყველაფერს, ხო? ეს რას ნიშნავს? ესე იგი არ მივდივართ ჩვენ რუსეთისკენ, ეგ ერთი. მე რა ვიცი, აი მართლაც ეს აი ძალიან კარგად ლიკამ თქვა, რომ განათლების ბრალია ალბათ. ხალხმა არ იცის რა ხდება, როგორ ხდება, უბრალოდ რაც ჩაზახეს, იმას ამოგძახებენ. ეს ბულინგი ხო საერთოდ უკვე თავიდან ცოტა ნერვები მეშლებოდა და ეხლა ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა ჩვენ მთავრობიდან ნუ იშლი ნერვებსო, როგორც მე ვიქცევი, ისე მოეკეციო და ნახეო, არ აგიშლება ნერვებიო და იმის მერე ესე ვიქცევი. კონცერტების ჩაშლა, მოვარდნა, სიტყვებს და ლანძღვაზე უკვე, ლაპარაკი. სხვათა შორის რამდენიმე მომღერალთან დაკავშირებით შეიქმნა ხო პრობლემები, მაგალითად ურსასთან დაკავშირებით და უცხოელი პირველი შემთხვევა იყო ჩემი 3 წლის უკან აეროპორტში მისული 4 კონცერტი უნდა მქონოდა იტალიაში. რომ დამირეკესო, ნუღა ჩამოფრინდებით, რომ ჩამოხეულიაო, ყველა აფიშაო, გაომიგზავნეს ფოტოები, აკრული სახეზე შავი რაღაც გადასმული საღებავები, საშინელებები ჩამოხეული. პირველი იყო ჩემი. შემდეგ იყო ანრის კონცერტი, რომელიც ბარსელონაში ჩაეშალა. და ეხლა ურსასი კიდე და ჯორჯიას მეგონი დუეტ ჯორჯიას ამერიკაში ხო სწორედ 4 შემთხვევა უკვე არის და იცი რა არის მე მაგალითად უკვე აღარ მეწოდებიან უკვე ის ემიგრანტები ის ემიგრანტები ვინც ასე იქცევიან სულ ყოველას გვარი ხო ვიცით არა ვინ აკეთებს და რას აკეთებს რომ თვითონ წერენ რომ აი მე ჩაუუშალე უნდა საზღვარზე ყველა შემოერთოს საქართველოს მოქალაქეობა უკვე აღარ შეიძლება ეს რომელი ევროპელი ჩემზე ადრე არიან ევროპაში ნამყოფი და ჩემზე მეტი იციან ევროპაზე აგერ მაიამიცის ბავშვობიდან ყოველ ზაფხულს ბუდაპეშტში ვისვენებდით დეეჩემის მასთან მაგრამ აი უკვე გაუსაძლისია ეს ყველაფერი და ცოტა ალბათ უკვე ჭირდება ცხვირში წარწყმა ნანა ფიზიკურში პასუხი უნდა აგონ თავის აქციაზე ნანა თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ ხოლმე რომ პოლიტიკისგან შორს იყოთ და მხოლოდ თქვენი შემოქმედებით გამოთქვათ ხოლმე ჩემი შემოქმედებით არა ხო ზოგადად დამოკიდებული არა სხვა რაღაცას გეკითხებით თქვენ შემოქმედებაზე ხართ უფრო გადართული ვიდრე პოლიტიკურ პროცესებში ახსე აქტიურად ჩართული წეგანაც გადაცემის დასაწყისში საუბრობდით რომ კითხეთ რომ როგორ ფიქრობთ მეთქი აი გამოხატვის თავისუფლებას მეთქი რამდენად ექნება ამ ქვეყანაში პრობლემა. ხო და აი აქედან გამომდინარე, როცა საუბრობენ ხოლმე, რომ აი გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში ექნება პრობლემები. თქვენ როგორც პოლიტიკისგან ასე ვთქვათ, გვერდზე მდგომი ადამიანი, როგორ უყურებთ? რას ხედავთ? პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის და მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი ბარბარობის დღესასწაული, დღეს არის ბედობა და მე მინდა ვუსურვო ჩემ ქვეყანას, რომ ისეთი დაგვებედოს დღევანდელ დღეს, რომ გაიცეთ, როცა ჩვენ ზუსტად ამ შემადგენლობით ისევ მოვალთ აქ, ეს თემების სადებატო აღარ იყოს სალაპარაკო, იმიტომ რომ თითოეულმა ჩვენგანმა ნახოს ის საქართველო, რომელიც მას ფიქრად წარმოუდგენია. რაც შეეხება თავისუფლებას, თქვათ, გამოხატვის აზრის და ასე შემდეგ. მინდა გავიხსენო ერთი მომენტი. მე ასევე გახსენებული იყო აიეტის ისტორია და მედიასი, რომელიც თუნდაც მარტო იმიტოა საინტერესო მედიას თემა, რომ მან სიტყვა მედიცინა, მე როგორც ექიმი ვამბობ ამას, მისცა კაცობრიობას. როდესაც ის ათენში წავიდა ამ ყველაფრის მერე და დაიწყო მან მკურნალობა, სწორედ იმ ბალახებიდან ყველაფერს წამოიღო მან კოლხეთიდან და მიდიოდნენ მასთან სამკურნალოდ ეკითხებოდნენ ერთმანეთს, სად მიდიხარო, ისინი ეუბნებოდნენ მედიასთან ანუ ეს იყო მივდივარ მედიასთან ათენში. რამაც ჩაუყარა ამას საფუძველი და მეორე, სწორედ ამიტომ ვინაიდან ანტიკურ რუსზე გადავედით, მინდა გავიხსენო სპარტაკი. ის იყო
გლადიატორი მონა გახდა, არ იყო, მაგრამ გახდა, ხო? მაგრამ სპარტაკი არის როგორც თავისუფლების სიმბოლო. ის იყო ყველაზე თავისუფალი ადამიანი. მე მაქვს ჩემი თავისუფლება და თუნდაც ამიყვანო ეშაფოძე, თუ მე დარწმუნებული ვარ ჩემ თავში და მე ვიცი რომ ვამბობ სიმართლეს. არავითარ შემთხვევაში არ მაიამ იცის და თავს აქნევს, არავითარ შემთხვევაში არ ჩემს სიტყვებს გადავალ და ვიტყვი იმას, რაც სათქმელია. და კიდევ ერთი, რაც შეეხება ხელოვნებას და აი თემურის ნათქვამს, რომ აქ იყო გამოხატვა ძალიან ცუდი, თქვათ იმ მომღერლების მიმართ. დავანებოთ თავი იმ წლებს, რომელიც ჩემთვის არის ყველაზე საამაყო. აქ უკვე ლიკასთან დაბრუნდები მე, ეს არის თქვათ ის აყვავების პერიოდი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომელიც აბსოლუტურად უკრიზისო იყო ხელოვნების ნებისმიერ დარგში. და სიტყვები ჩემთვის გემოვნებაზე არ დაობენ, თუ განსაკუთრებით ეხება ხელოვნებას და კულტურას, არის ძალიან სადაო, იმიტომ რომ სწორედ იმ თემაზე შეიძლება იდეო, რასაც ხელოვნება ქვია, იმიტომ რომ აი ამ ხელოვნებით იზრდებიან ის ბავშვები, რომლებიც ხვალ ან არბევენ რაღაცას, ან არ ფიქრობენ ისე, თქვათ, როგორც უნდა იყოს, იმიტომ რომ სწორი ინფორმაცია, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი იმისი, რომ განვითარება სახელმწიფოსი, რაც უნდა იყოს, უნდა მოხდეს ასე. აი მაგას გეუბნები, მხოლოდ ნახე, გამსახურდი არ მან მივდივარ. აქვს საოცარი სიტყვები დიდოსტატის მარჯვენაში. მხოლოდ ოსტატს არ ეწევა სიკვდილიო. და თუ მხოლოდ ოსტატს არ ეწევა სიკვდილი, როდესაც ჩვენთან ჩამოდის საყვარელი ჯგუფი, შენ რომელ პარტიასა და ვისაც არ უნდა ეკუთვნოდე, შენ იმას იღებ არა როგორც პარტიის ნაწილს, არამედ შენ იმას იღებ როგორც ჩვენი კულტურის ნაწილს და კიდევ მეორე, როდესაც შენ მე როდესაც პატარა ვიყავი, პირველად წავედი, მაშინ როგორ იყო, იცი, მე არ უარყოფ იმას. მე კომკავშირელი ვიყავი 3 წელი, კომკავშირის კომიტეტის დივანი ვიყავი ჩვენ საყვარელ სკოლაში 24-ში და მე ბედნიერი ვარ და დღესაც მახსოვს კომკავშირის წესდება, რომელიც შემილია ახლა თქვა და დაიჯერებს, არა, დაიჯერებს საზოგადოება, რომ ეს მართლაც ასია. ჩემს განვლილ ცხოვრებაზე არც უარი მithქვამს არასდროს და ზუსტად ისე ვიტყვი, როგორც არის. და როცა პირველად წავედი, მე და პატარა გოგო ვიყავი, მაშინ კარგ ბავშვებს გვიშვებდნენ ესე საზღვარგარეთ და მე მახსოვს, რომ გადავედით გედაცვალე. როგორც გადავედით ესე იგი საზღვარს, მოხდა მეტამორფოზა. სიგარეტები ამოიღეს და სხვანაირი ქცევები დაიწყო. აი პირველად მაშინ ვიფიქრე, რომ მე საქართველოში ვარ ნანაცინცაძე. პიროვნება, რომელსაც რაღაცას მაპატიებენ, რაღაცას არ მაპატიებენ, მაგრამ მე იქ ვარ, ვიღაც ქართველი, რომელიც წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს. და თუ ჩემში პატრიოტიზმის რაიმე არსებობს, არაურა პატრიოტიზმის ჩემი აი იმ პატრიოტიზმის, რაც ჩემი სამშობლოს სიყვარული ქვია, მე იქ არ უნდა მოვიქცე. აქ უფრო მაქვს უფლება. უკაცრავად, მაგრამ თუ ბოზობა მინდა, აქ მიჩვენია ვიღაცა ქართულად იმას მაინც მეტყვის, რომ შენ შემოგევლეოთ ყველა წამოსდება და იქ ვიღაცამ შეიძლება ისეთნაირად ჩამარტყა თავში, რომ ჩემი ზულებიც ვეღარ იპოვონ. ასე რომ ჩემთვის აი ურსა იყო ეს თუ ეს იქნება დუეტი ჯორჯია თუ თემური იქნება, როდესაც თემურისნაირი გენიალური მომღერალი ჩადის. დაანებე რა იმის პოლიტიკურ რომელ გენიალობაზეა ლაპარაკი პატრიოტიზმთან დაკავშირებული. პატრიოტიზმის აი ის არის რომ რაც შეეხება რუსეთს როგორ შეიძლება რომ სახელმწიფო რომელმაც შენ წაგართვა ტერიტორიები რომელმა და დღეს ყოველ წუთს მოდის და კიდევ ჭრის რაღაცებს შენ იმას უძახო რომ შენ შემოგევლე შენ ჭირვე მაგრამ სანამ ჩვენ ვიქნებოდით და როდესაც კი ლენინის და აი იქამდე კი ტროცკი და იყო მთელი ეს ყველაფერი და დაიწყო ეს ყველაფერი რუსს ჰქონდა ორი საოცარი სიტყვა რითაც ისაზღვრებოდა მათი პიროვნება რაც არ ქონია სხვას велика русский шовинизм и велика русская держава. ანუ დიდი რუსული შოვინიზმი და დიდი რუსული ძალაუფლება. სახელმწიფო რომელიც ამ სახელით მოდის ისტორიაში. აი ამ შოვინიზმით და ამ ძალაუფლებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს შემგვერდით, მაგრამ უბრალო შედარებას მოვიყვან მაპატიეთ. აი დაუშვათ ჩემთან ოთახში, რომ ძინავს არის ბუზი. თავისთვის თუ არ მაწუხებს რა, მაგრამ ბუზმა იცის ბზუილი. და აუცილებლად ერთხელ რომ მოვიშორებ, მეორედ, მესამედ, მე აუცილებლად შევეცდები რომ ცოტა უფრო სხვა ზომები მივიღო. ჩემის აზრით, ეს ჩემი პირადი აზრია. ხო, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა მივიღოთ სხვა ზომები? ის ბუზი ხო არა, ის არის ნანა. და ჩვენ ვართ პირიქით შეხედა. ის არის ნანა, კაცო. როგორ გეკადრება? მაგრამ ნახე რა ხდება, ჩვენ რაღაცა გარკვეული კონსენსუსი აუცილებლად უნდა გამოინახოს იმისთვის, რომ აუცილებლად მოხდეს დაბრუნება ჩვენი, აი, საზღვრების არის თუ რისიც არის და მეორე იცი, როცა ვლაპარაკობთ, წეღანას თქვი, არც ერთი წამით არავინ აბსოლუტურად კიდევ ერთხელ მეორე არ ჩათვალოს რომ მე რუსეთის აპოლოგეტი ვარ, არა, მაგრამ
საქართველოს მთელი თავის ისტორიის მანძილზე იყო ვიღაცის ფეხქვეშ გადებული, ხო? იმათ დღეს გადასარევად ღებულობთ. და თუ იმას არ ურტყავ აგურს, ხო? იმას ვინც მე მჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ დავიბრუნო ჩემი ქვეყანა, ხო? საზღვრების რაც მე მქონდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ძალიან პოლიტიკურად, ჭკვიანურად უნდა მივიდნენ პოლიტიკოსები და კიდევ ერთი რაც იწვევს, თუნდაც ამ ახალგაზრდებში. იცი, რას ამბობენ? თურმე საბჭოთა სკოლებში აკრძალული იყო ქართული სწავლება. როგორ ვიკადრება? მე საბჭოთა სკოლა გავიარე და კიდე ხმამაღლა ვიტყვი, ისიც არ მეშინია, რომ საბჭოთა ზოგად საგანმანათლებლო სკოლა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ და მე მადლობელი ვარ, რომ იმ სკოლაში სწავლობდი და თუ დღეს რამე ვიცი, მე საფუძველი ჩაუყარე სწორედ იმ სკოლაში, რომელმაც მომცა საშუალება ჩემი პატარა ნანასგან შემექმნა ის დიდი ნანა, რომელიც ახლა თქვენთან ზიზდა გესაუბრებად. და ძალიან მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ რაც წელს აი ბოლო დღეებია რომ გამოცხადდა, რომ ეს სტუდენტებს აღარ ექნება გადასახადი, ამაზე დიდი რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს. ეს არის არ ვიცი მე აი კიდე რატოა ბევრი თემურიცი, ეს არის ამისთვის ძალიან დიდი თემძულერთია. მე სიმპათიის პიროვნებებს და არა ხო მოკლედ და ერთი რამე მინდა თქვა იცი რატოა კარგი იმ ბავშვებს ეძლებათ უმეტესობა ადრეს ხომ ასე იყო ჩამოდიოდნენ სოფლიდან ვაჟას მაგალითი ავიღო გენიალურები სასწაულები არაჩვეულებრივები ანთებული გულები და თვალები და ნახე მათ წირა ხვდებათ იმათ ხვდებათ ის რომ მხოლოდ ზეპურთა შვილები არიან გენიალურები და მიდიან სასწავლებლად სხვადასხვა ქვეყნებში სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მე იქიდან ღმერთო ყველა კარგად დააბრუნე ჩემს სამშობლოში და ან დაბრუნება არ უნდა ან ნარკოტიკების ხვეპლი ხდება ღმერთო რა ბედნიერებაა რომ ის ბავშვებისაც არ ქონდათ საშუალება დღეს ისე ისწავლიან როგორც მათ უნდათ ეს мотиваციაც არის გარდა იმისა რომ დაუშვათ მატერიალური ზეწოლიდან იქნებიან თავისუფლები როცა პატრიოტიზმის თემაზე განათლების და პატრიოტიზმის თემას მინდა მივაბა ძალიან მიხარია ის ამბავი რომ აი ეს განათლების რეფორმა რომ მიიღეს უკვე აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ჩემის აზრით მომენტი რომ ყველა სკოლაში იქნება საერთო სახელმძღვანელოებით სწავლება და ძალიან მინდა რომ ამ სახელმძღვანელოებში ჩაიდოს უპირველეს ყოვლისა ეროვნული განვითარების კონცეფცია. იმიტომ რომ რატომაც ესე მეჩვენება, ეხლა მე შვილი მყავს და ძალიან ვარ ჩართული მისი სწავლა-განათლების პროცესში. შეიძლება ითქვას რომ ის რაც ჩვენს თაობაში, ჩვენს წინა თაობაში, ჩვენ შემდგომ თაობაში ძალიან დიდი დოზით იყო ჩადებული, სიტყვები სამშობლო და პატრიოტიზმი ფაქტობრივად ამოღებულია, ფაქტობრივად აღარ ჟღერდება და მე ძალიან მჯერა რომ სიტყვა მატერიალიზდება და როდესაც ხშირად ამბობ ამ სიტყვას სამშობლო, როდესაც და საზეპიროები, რატომღაც ამბობენ რომ არაფერი არ უნდა ისწავლოს ზეპირად. როგორც მათემატიკას სწავლობს ზეპირად, როდესაც სწავლობს ზეპირად, თუნდაც აი ისეთ ფრაზაც რომ როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზე და მსგავსი უამრავი გვაქვს ხო? ამას რამდენჯერმე წლების მანძილზე რო იმეორებს ბავშვი, ეს სიტყვები მატერიალიზდება და იდება მასში. ამიტომ აღარ იქნება აი საოცარი აღტკინება გარეთ და საოცარი სწორება მხოლოდ უცხოურზე და თუ რაღაცა ღრმადეროვნული თქვი შეიძლება დამცინავად გრუზინული და გრუზინის ის მოგაკრა შეიძლება რომ გავაგრძელო ერთ ფრაზას ვიტყვი მარტო და რასულად ქვას მაიამ აი ერთ ფრაზას იყო ჩემ თაობაში ყველა დამეთანხმება ქართული და რუსული წარწერა ეხლა არის ქართული და ინგლისური თუ ქართული სულ არ არის მოშლილი რა მნიშვნელობა აქვს მე იატაკს დაუძახებ რუსულად პოლს თუ დაუძახებ თქვათ რაღაც სხვას ინგლისურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე საქართველოში მინდა ჩემი ქართული ისე როგორც აქ ვინც არის ყველა ძალიან ბევრს მოგზაურობს თითოეული ჩვენგანი ხო მითხარით სადმე სხვა ენაზე იყოს წარწერები ხალხო რატომ უნდა იყოს საქართველოში დღეს აი ასეთი არანორმალური გადაწყვეტა პატრიოტიზმის სახელით თქვათ დაპირისპირება ამ თემაზე მინდა გავაგრძელო რომ თუ თქვენ არიზიარებთ თუნდაც აი თქვენი მრავალი წლიანი
ურთიერთობა შეიძლება გქონდეთ ადამიანთან, ძალიან კარგად იცის, რომ არა ხარ თქვენ რუსეთის მიმდევარი, შეიძლება უცბად მისთვის მან გამოგაცხადოს პირადად თქვენზე არა. ზოგადად რუსეთუმე, რომ რაღაცა თითქოს გონია რომ ძალიან კარგად იცნობდი მას და ისიც ძალიან კარგად გიცნობდა, მაგრამ რაღაცეები წაიშალა. აი ამ თემაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ხალხთან. უპირველესად მე მინდა გითხრათ ორი სიტყვით ზუსტად გავაგრძელო განათლების თემა, იმიტომ რომ ამ სამინისტროს თანამშრომელი ვარ და გარკვეულწილად საქმის კურსში ვარ იმ მიზნების შესახებ, რომელიც აქვს ამ რეფორმას. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვათ მხოლოდ ჩემი სფეროდან. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ავტორს სახელმძღვანელოს, კონკრეტულად მუსიკის სახელმძღვანელოების, რომლებსაც ეს უკვე შექმნილი აქვთ, მაგრამ როდესაც მივედი და ვიკითხე, რომ რატომ არის ეს სახელმძღვანელოები ასეთი, მოკლედ რომ ვთქვა, უცნაურად შედგენილი, მითხრეს, რომ ეს არის ფინური მოდელიდან გადმოღებული. და მე ამაზე მქონდა პროტესტი. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაიაზროს ემოციურად მუსიკა ჩემს ქვეყანაში დაბადებულმა ბავშვმა, რაც მუდმივად მზეს უყურებს, ყვავილებს უყურებს, სიმწვანეს უყურებს, სხვა ენერგია, სხვა ტემპერამენტი, სხვა მუსიკალური გენეტიკა აქვს. ისე, როგორც ბავშვმა, რომელიც დაიბადა ფინეთში, სადაც წელიწადი 9 თვე არის თოვლი, ყინვა და ნისლი. წარმოუდგენელი ამბავია. იმავე ავტორებსაც კი შეუძლიათ გააკეთონ სახელმძღვანელო კონკრეტულად ამ საგანში ისეთი, რომელშიც იქნება თავმოყრილი ჩვენი ეროვნული მუსიკალური კულტურის და ზოგადად მაღალი კატეგორიის, ასე ვთქვათ, შესახებ ინფორმაცია. ესაც შეეხება ამას. რაც შეეხება პატრიოტიზმს, ნუ ეხლა არც კი ზოგჯერ ბრაზდებოდი თავიდან. შემდეგ მივხვდი, რომ ნუ სისულელე ამაზე ბრაზი თემურის არ იყოს. ვინ არის ჩემზე მეტი პატრიოტი? არც ერთი მათგანი არ არის ჩემზე მეტი პატრიოტი. აი მე ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ ერთი ჩემზე დიდხანს პატრიოტი არც ერთი ახალგაზრდა არ არის, ვინც იქ დგას. მხოლოდ იმიტომ რომ მე ამდენი წლის ვარ. და ამდენი წელია მიყვარს ჩემი სამშობლო. და ამდენი წელია ჩემს საქმეს ვაკეთებ მხოლოდ ჩემი ქართველებისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ისე, როგორც ეკადრება ჩემს პროფესიას, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა ეს, იმიტომ რომ აღარ ვარ 25 წლის და დამწყები, არც ჟურნალისტი, არც მუსიკოლოგი და არც ვთუგნებავთ კიდევ სხვა რამე. ამიტომ ნუ რას უკაცრავად, პატრიოტები ვართ სწორედ ჩვენ და გუშინ არაჩვეულებრივი პოსტი ვნახე ვატო ნადირაძის, რომელიც ძალიან მომეწონა, რომელიც იწყებოდა ასე: თავი დაანებეთ 60 წელს გადაცილებულებს. იმიტომ რომ ეს არის საოცარი თაობა, რომელმაც იცის ესეც ეს არის მედიუმი თაობა, რომელმაც გაუძლო ყველაფერს რაც იყო, გადაიტანა ყველაფერი რაც იყო და რომელიც იმდენად პროგრესულად აზროვნებს, რომ კიდევ ბევრს გააკეთებს. თემური ჯერ არ შედის მაგაში. როდესაც დამანებებენ მეც. კი ბატონო, დაგანებები შესამთვეში. სამთვეში. და კიდევ ერთი თუ არის დრო, რაც შეეხება კულტურას და ხელოვნებას. ამაზე დიდი სახალხო დიპლომატია და მე შეთას უსახალხო დიპლომატიაზე საუბრობ, როცა მიწევ, არ არსებობს ქვეყანაზე. იმიტომ რომ ჩვენ მე და თემურს გვინახავს თუნდაც მოსკოვში გახსოვს დიდი ხნის წინ საქართველოს კულტურის დღეებს უზარმაზარი გალა კონცერტი და მაშინაც ყავდათ რუსეთის მთავრობას საქართველოს მიმართ ძალიან ცუდად და მტრულად განწყობილი იგივე ჟირინოვსკი თუგნება ვიღაც სხვა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ იქ რა ხდებოდა. აი თვით ყველაზე ცუდი მიზნებით და ცუდ ჩასაფრებული პოზიციით მოსული რუსი მსმენელიც კი ბოლოს 15 წუთის ტირილის და ოვაციის შემდეგ ძლივს გასაგებია. მინდა რომ მოვასწრო რაღაცა თემა მინდა მოვასწრო, აი ბევრისგან მომისმენია ასეთი რამ, რომ რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირიდან გვიკარნახებენ და გვიბრძანებენ თუ ახლა ევროკავშირიდან არის ეს მისომა, ხო? აი აქედან გამომდინარე, მოვისმინეთ ასევე ევროკავშირის ევროპარლამენტარების განცხადებებიც თუნდაც რომ თუ თქვენო ევროკავშირისგან მიისწრაფითო მაშინო ისე უნდა მოიქცეთო როგორც წესიაო, ანუ ევროკავშირის მიდგომები როგორიც არისო, ისე უნდა მოიქცეთო. აი აქ სად გადის თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ? ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ისინი იცავენ დღეს საქართველოს სუვერენიტეტს. მეორე პოზიციაც ვიცით, რომ ისინი
ადანაშაულებენ რომ პირიქით აცდა ქვეყანა დასავლურ კურსს. აი აქ რას ხედავთ? ჩვენ მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ევროკავშირზე გვქონდა სწორება იმის გამო, რომ გვქონდა იმ წლებში, როდესაც ევროკავშირი შეიქმნა და როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, გვქონდა ღირებულებითი თანხვედრა. მე მგონი ყველა ნებისმიერ საქმეში არის მთავარი ღირებულებითი თანხვედრა და ამის მიხედვით აკეთებ არჩევანს. მაგრამ თვითონ ევროკავშირი დაშორდა ამ თავის ღირებულებით არჩევანს. მისი მესვეურები უამრავი, თითქმის ყოველი მეორე მათგანი ხილებულია არც თუ სასიამოვნო საქციელში, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე გაჩნდა თან როდესაც გეუბნებიან რომ შენ უნდა შემოხვიდე კარები ღიაა და ეს კარები მუდმივად დაკეტილია და ზოგჯერ თავში გხვდება ეს მკვეთრად მოხურული კარები უკვე აღარ გჯერა მისი მეგობრული და კეთილგანზრახვის ხო და ამიტომაც როდესაც ხედავ რომ ეს ევროკავშირი თვითონ არის უკვე დაანგრევის და განადგურების გზაზე თვითონ იმიტომ რომ ევროკავშირი თავის დროს შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ როგორც ქვანახშირის გაერთიანება ევროპას ძირითადი ეს აქვს ეს სიმდიდრე ქვანახშირის და რკინის სხვა სიმდიდრეებით ევროპა მაინც განებირებული არ არის და შეიქმნა დაიწყო ამით მერე თანდათან აკრიფა სხვადასხვა სიჩქარეები და ბოლოს მოვიდა აქამდე რომ გადაწყვიტა რომ უნდა ჩაერიოს და თავში ჩაარტყას ყველა იმ პატარა ქვეყანას ვინც არ იზიარებს ვის მოთხოვნებს და ნუ აბსოლუტურად რაც თქვი წეღან იგივე აზრს ვამბობ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს თავში ვინ ჩამარტყავს ან ლოყაში ვინ გამარტყავს რუსი, ჩინელი, მონღოლი, ამერიკელი თუ ვინ ხო მე თავისუფლება მინდა და ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა მინდა იმიტომ რომ არავინ არ იყოს ჩემი ქვეყნის თავისუფლებაზე მაღლა მდგომი იყოს მეგობრულად განწყობილი და ჩემგანაც მიიღოს სრულიად მეგობრული თანადგომა და მეც მისგან ამას ვესწრაფვით რამდენად გამოგვივა ისეთ პატარა ქვეყანას როგორც ჩვენ ვართ ეს არავინ არ იცის წინასწარ მაგრამ ცდელობა ხო ამაზე უნდა გქონდეს სწორება ხო ამაზე უნდა გქონდეს არა და არა იმაზე რომ ერთი ბატონიდან მეორე ბატონთან გადაინაცვლო და ორი ბატონის მონება კიდე ერთდროულად სახარებიდან ვთით არავის არ გამოსულია და არც ჩვენ არ გამოგვივა ბუნებრივია თქვენ რას ფიქრობთ თვლი რომ ძალიან სწორი პოზიცია აქვს ჩვენს ხელისუფალს და ნამდვილად არ უნდა ვიყოთ არც იმის მონა, არც ამის მონა, რომ წასულიყვნენ ჩვენი ხელისუფალი მათ ჭკუაზე, ამ ევროსაბჭოს ჭკუაზე. დღეს ჯვარი წერია საქართველოს და შეიძლება აღარ ყოფილიყავით. ის დაგმართნოდა რაც დაემართა უკრაინას და უკრაინა არის უზარმაზარი, ჩვენ ვართ ერთი დღის ლუკმა დაახლოებით აი იმ მონსტრის. ასე უთხრეს ერთ დღეს გაუძლებს და მე პარტიზანულ ბრძოლაზე გადაყავთ. ყოველთვის არის ხოლმე ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან რომ აი ეს ომთან დაკავშირებით რომ ეს იყო პროპაგანდის ნაწილი. ოპოზიცია ყოველ შემთხვევაში ასეთ განცხადებებს აკეთებს ისინი მოითხოვდნენ რომ საქართველოს ჩართულიყო სანქციებთან დაკავშირებით, მერე იყო იმაზე ლაპარაკი თქვენ გახსოვთ ომის პერიოდში იყო ესეთი რომ აი საქართველოს ხვრელები აქ დატოვებული რომ რუსეთს ეხმარება ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენი განცდა აი აქ რა არის? იცით რა, მე საბოლოო მე ხშირად ვუსმენდი, ძალიან ხშირად ვუსმენდი სხვადასხვა არხზე ინფორმაციას, არა მხოლოდ ქართულ არხებზე, არამედ უცხოურ არხებზეც, რუსულ არხებზეც, უკრაინულ არხებზეც, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებდა რეალურად საით მიდიოდა ეს პროცესი. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა. ჩვენი გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური მდებარეობა არის ჩვენი ბედნიერებისა და ჩვენი ყველა უბედურების ერთდროულად მიზეზი. ხომ მეთანხმებით ძვირფასო, ჩემო მეგობრებო, ნახეთ, ამიტომ ამ წუთში მე ვარ ძალიან მშვიდად იმ თვალსაზრისით, რომ არც ევროპა, არც აღმოსავლეთი და არც დასავლეთი საქართველოს არასდროს არ გარიყავს და არ გაწევს გვერდზე, იმიტომ პირველ რიგში რომ ეს მათ ჭირდებათ ეს. დღეს კიდევ ისეთი გლობალური ამბები ხდება, ისეთი გადალაგება მიდის სამყაროში, ისეთი სერიოზული ძვრები ხდება, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით ალბათ მეასედი ან მეათასედი, რაც შეიძლება იცოდეს ჩვეულებრივმა მოქალაქემ.
აქემ და ყოველთვის მიყვარს ხოლმე დადგენილად რომ ამბობენ ეს ასე იქნება, ან ისე იქნება. ჩვენ ხომ არ ვიცით კულუარებში რა საუბრები მიმდინარეობს. რა გეგმა აქვთ ამ უზარმაზარ დიდ ქვეყნებს, რომლებიც მართავენ სოფლიოს პრაქტიკულად, სად მოვიაზრებით აქ ჩვენ, რისთვის მოვიაზრებით, მაგრამ ერთი რამ ხომ ფაქტია, ყველა სათავისოდ სავისი ქვეყნის სიკეთისთვის იღწვის და ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ახლა სუვერენიტეტის დაცვას მიდის ხელისუფლების მხრიდან? აი ახლა ვინმესთან მიერთებას და ვინმეს ფრთის ქვეშ თუ გნებავთ ყოფნას, მე მგონი ჯობია რომ ვცადოთ ისტორიულად კიდევ ერთხელ ვცადოთ, ვიყოთ დამოუკიდებლად, ვიყოთ ჩვენთვის ნეიტრალურად, ოღონდ ეს ყველაფერი ყველამ ერთად უნდა ვცადოთ. ასე არა, რომ მე შენსკენ ვარ და შენ თემურისკენ ასე არ გამოვა. ეს ერმა უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ყველა უნდა ვიყოთ ქვეყნისკენ ერთად და მე ვფიქრობ, რომ ამ წუთში ეს ძალიან სწორი პოზიცია და საქართველოს ვის რაში სჭირდება, რისთვის სჭირდება და როდის მოგთხოვს ჩვენ მასთან რანაირ ურთიერთობას, ამას ჩვენ ვნახავთ. ყოველ შემთხვევაში კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს რომ მოგთხოვენ ეს შემიძლია ჩემი ეს ვიწრო პოლიტიკური გადმოსახედიდან შემიძლია ნამდვილად გითხრათ, იმიტომ რომ სანამ მოვიდოდი კიდევ ერთი ახალი მონაკვეთის გზის მონაკვეთის გახსნა ვნახე და სპეციალურად მოусმინე პრემიერს, რომელმაც თქვა, რომ ეს პროექტი დააფინანსა ევროპის საინვესტიციო ბანკმა თუ ფონდმა. ეს ევროპის სპეციალურად მოусმინე. ანუ ევროპა კიდევ ძალიან ბევრ პროექტს აფინანსებს. საქართველოში უნდა აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც უნდა დააფინანსოს. ანუ თქვენ ხო გაგრძელებთ იმაზე საუბარს, რომ ეხლა რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, სუვერენიტეტის დაცვასთან თუ რაღაცა რა ხდება? სიამოვნების პირველი რაც თქვა, მაია მეთანხმების სრულიად რომ კულუარებში რა ხდება, დიდი სახელმწიფოების კი არა, ჩვენ არ ვიცით აქაც კი რა ხდება კულუარებში ბოლომდე, იმიტომ რომ ნახე, როდესაც ეს ბოლო 35 წელია თუ 37, რაც საქართველოში წავიდა ეს მოვლენები, ძალიან ხშირად არის შახმატის პრინციპი. აი ამ მთავრობასთან მაშინ არის კარგად, როდესაც ეს მთავრობაა მოსული ძირითადად და მე იმიტომ რომ შეიცვალა მთავრობა არაჩვეულებრივ ნახტომს აკეთებს მხედრით და გადადის ან დიდ როგს და პატარა როგს, რომ თავარია თვითონ იყოს დაცული და არაჩვეულებრივი სიტყვები, მამი არაფერი მამივა, ეს ისეა თითქოს აუცილებელია რომ მათი ცხოვრების თანამგზავრი იყოს. ამიტომ გარკვეულწილად ასეთი ადამიანები მოდი პირდაპირ თქვათ, ტოვებენ ეჭვს. ეს ეჭვი მშობლებიდან გადადის შვილებზე, შვილებიდან გადადის შვილიშვილებზე და ის ფაქტორი თვითონ რომ აუცილებელია სტაბილიზაცია. ჯერ იქ სადაც უნდა იყოს სტაბილიზაცია და მეორე კიდევ არა ის ყველაფერი რაც ხდება და არა ამ ბავშვების გამომწყდება, არამედ ახსნა, ჩვენ იმდენად მაგრები უნდა ვიყოთ, იმდენად კაი ტიპები უნდა ვიყოთ. ანუ თქვენ აქციების თემაზე საუბრობთ. ყველაფერზე ვსაუბრობ აბსოლუტურად, რომ იქ უნდა იყოს სწორედ ისე მიმართული. თუ შენ ჭკვიანი და გონიერი მთავრობა ხარ, მოახერხე რომ შენი ახალგაზრდა დაიყენო შენ გვერდით. ამბობენ ხოლმე რომ პოეზიამ დაკარგა ფასი, აღარ უყვართ, აი დამერწმუნე და აი მაია დამეთანხმება, ბევრჯერ ყოფილა. აი ყველა ასაკის ადამიანი როგორ მოდის, როგორ თლიანად შემილია რომ მომნუსხური დავტოვო აბსოლუტურად არ მეშინია ამ სტყობის. ნახე როგორ ხმამაღლა ბაცხადებ და გვერდით მძის ადამიანი რომელმაც ეს ყველაფერი იცის. მე თუ ეს მოვახერხე ერთმა სუპატარა ნაწილაკმა ამ ქვეყანაზე სუპატარა მოკვდავმა, ვისაც მართლა უყვართ თავის სამშობლოს და ჩემი სამშობლოს ყველაზე და ჩემთვის ადამიანური გლობალიზაციის ყველაზე დიდი მაგალითად ჩემი ქვეყნის ერთიანობა. იმაჩნია ხო, რატო ვერ უნდა მოახერხო შენ? შენ თუ იქ მიხვედი და მე თუ იმისი გარანტი მაქვს, რომ მე შემილია ჩემი სამშობლოსთვის ყველაფერი გავაკეთო, ისიც უნდა შევძლო, რომ იმდენად მაგარი უნდა ვიყო, ისიც უნდა ვიყო, რომ ყველა დავიყენო ჩემ გვერდით. ყოველ შემთხვევაში მე აქ ვლაპარაკობ იმაზე, რომ იმდენია მაგალითად ეხლა შეიძლება ვიღაცას ვერც ორაფერი გავაგებინო. ხლა ეს ცალკე თვითონ ის ამბები რაც ხდებოდა, თქვენ თქვით რომ აი ციხესთან დაკავშირებით ახსენეთ, ხომ? აქ არაერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ ხელისუფლებისგან, კონკრეტული დანაშაულებები მოხდა და აი აქ რა უნდა გააკეთოს? იცი რა, მე მაინც თქვა ახალგაზრდების გვერდით რა ვქნა.
მე მაინც გავარ მათგვერდი და მე მაინც მინდა რომ ისე წავიყვანო ჩემი ახალგაზრდობის საქმე რომ ისინი მე დავიყენო გვერდით რა ვქნა მე ამ აზრის ვარ და ამ აზრს გებიან მაშინ კანონმა არ უნდა გააკეთოს არა კანონმა არა ეგ ეხლა ნუ ხა კანონმა არის კანონოს ეხლა ეგ საერთოდ წარმოუდგენელია და ხა ქაოსის დედავატირე ნებისმიერ ადგილას მაგრამ გესმის მე რას ვამბობ აი რუსთაველზე რაც ხდებოდა ნანა შოხო უყურებთ არა არ დადიოდით არა იმ კადრებს რასაც უყურებდით აი აქ რა უნდა გააკეთოს რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ დროს როდესაც ხედავთ ამ კადრებს ნუ არ ვიცი მე მაინც ამ აზრს ვარო არ უცბად ეს არ გაკეთდება მეტი ლოიალი შეიძლება გავაგრძელოთ ხო მთავრობა რაღა უნდა იყოს იცი ერთ რაღაცას გეტყვი უბრალოდ აი უბრალოდ მაგალითს მოვიყვან მარტო ყველაფერი ხო ცხოვრებისეული მაგალითებიც არის აფხაზეთის ომის დროს ნახევარი საქართველოს შეჭდა წამალზე მე პირადად ამ მქონდა ამ დროს წამალით ხელს ვაწერდი ბადრაგის სახლებით ნუ ღმერთმა არც გამაფიქრებინოს რომ შეიძლება რამე იქ გვერდითი რამე გააკეთო იდგა ერთი ბიჭი რომელიც არავის გავდა გაყოფილებაში სულ ნარკომანები იყვნენ რა და მივედი ამას დაველაპარაკე ვესაუბრე 25 წლის იყო დაყავდა და საბურთალოზე ცხოვრობდნენ დელისთან არ ვიცი რა ველაპარაკე ამ ბიჭს ორჯერ სამჯერ განსხვავებული იყო გავიდა დრო ვიღაცა მირეკავს და მიშავა რომ მეუნება და ვერ მივხვდი ვინ იყო ეს ბიჭი ვინ მიშაა რაზეა და მე აიცი ვერ მითხარ რომ მე რომ რა მიმახვედრა და ხო მივთხარი გისმენ მეთქი მაშინ მე ძალიან ახალგაზრდა ვარ და იცი თო თქვენსა საუბრის მე ვეღარ შევძელი გამეგრძელებინაო ვახო დავამთავრე ჩემი საქმე დავამთავრე ჩემი საქმე ხო всё იცით რა ორ პრობლემას ესე გონია ლიკა რომ ესე გონიათ რომ ლაპარაკი არ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა რა თქმა უნდა საუბარს დიალოგს ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მაგრამ ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის გზა, რაც ჩვენ ავიღეთ, რომ განათლებაში ჩაიდო, მე მგონი ყველაზე მეტი თანხა თავდაცვაზე მეტი ჩაიდო განათლებაზე და მაგრამ ეს მყისიერ ეფექტს ვერ მოგცემს, ამას ჭირდება რაღაც გარკვეული დრო, რომ რაღაცა იმ გზით წავიყვანოთ ეს ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რაც ჩვენ ასე თუ ისე მიგვაჩნია სწორად. და აი ერთ საკითხს მინდა შევეხო, რაც დაიწყო მაიამ, მე მგონი აი ამ ქვეყანაში ბევრი პრობლემის სათავე გახდა ეგრეთ წოდებული ეიჯიზმი, ანუ აი ეს ასაკობრივი დაყოფა, რაც მოხდა ნებისმიერ სამსახურში და ნებისმიერ სფეროში. 40 წლიდან, როდესაც მე ვთვლი, რომ ადამიანს ყველაზე მეტი შეუძლია, იმიტომ რომ აქვს პროფესიული გამოცდილებაც, ცხოვრებისეული გამოცდილებაც, 40 წლიდან დაიცალა სამსახურები და გაუშვეს ეს ხალხი. აი მაშინ მოხდა ჩვენც მაშინ გაგვიშვეს, როცა 40 წლის ვიყავით. მაშინ მოხდა ყველაზე მეტი წყვეტა განათლების სფეროში, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ისტორიული აგებულია თაობების ცვლაზე. თუ ერთი თაობა მეორე თაობის მხრებზე არ დგას, განწირულია ის ქვეყანა, იმიტომ რომ თუ არ გაქვს ფესვები, შეუძლებელია რომ ხვალ ნაყოფი მოისთვლა, ხო? ანუ ეს ფესვები არის წინა თაობა და შენ თუ ამ წინა თაობას ანადგურებ, ეძახით, ჩარეცხილს და სამარცხვინოს, ახალი თაობა რას ისწავლის და რატო გადაწყვეტს რომ უნდა ისწავლოს. ამიტომაც არის ეს თაობა რომ იგნორირებას რომ უკეთებს და ის ლოზუნგიც ისმის რომ სახში რომ მიხვალ უთხარი შენს მშობლებს რომ გცხვენია რომ მათი შვილი ხარ და კიდევ ერთი მომენტი მინდა აი აქ შეიძლება ლაპარაკი ამ დროს ხაბატონ ნანა რაც აი ლიკა მოიტანა აი არაჩვეულებრივა და ამიტომ თქვი ციმე რა გამახსენდა თქვა აი ეს ჩემდაუნებული ჩართული იყო მხოლოდ ლიას სიტყვების გამო ჩვენ სკოლაში ყველამ ვისწავლეთ რომ ბავშვი თვლის გობს და მამა მიდის და ეუნება რას აკეთებო შენ რო დაბერდები აქედან უნდა გაჭამო როგორ ჩენაჭმე მამა შენსო აი ამ არაჩვეულებრივმა საუბარმა ლიას ჩემთან აი მოიყანა აი ამ მომენტის გახსენება გესმის შეგვაწყვეტილებოდი და მინდა კიდე ერთ საკითხზე გამომახვილო ყურადღება. ეს არის მინდა და უნდა. მუდმივად არის ის, რომ აი ადამიანი როგორ მაშინ უნდა იყოს პოზიციაში, რომ აკეთოს ის, რაც უნდა, თუ ის მინდა, რაც უნდა გავაკეთო ის, რაც მინდა, თუ უნდა გავაკეთო ის, რაც უნდა. ადამიანი ჩემი აზრით
მუდმივად გადის გაადამიანების პროცესს, ხო? იბადება ცოცხალი არსება, მაგრამ არ არის მაშინ ადამიანი. ჩემი აზრი არ არის, მამარდაშვილის აზრია, რომ გახდი ადამიანი, ანუ მთელი ეს ცხოვრების პროცესი მიდის იქამდე, რომ შენ იქცი ადამიანად. ზოგი შეიძლება ისე წავიდეს ამ ცხოვრებიდან, წავიდეთ ჩემთან, რომ ვერ გახდეს სრულყოფილ ადამიანად, ხო? და ამიტომ აი ეს მინდა და უნდა რაღაცნაირად უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს ისე, რომ შენი თავიც არ დააზარალო, მაგრამ ამ ქვეყანასაც, ამ წუთას მე ისევ საქართველოზე მაქვს, რაც ჩვენი ყველაზე მეტი საზრუნავია, ხო? საქართველოს უნდა გაუკეთო, იმიტომ რომ საქართველო მარტო სამშობლო არ არის. შვილიც არის და მშობელიც არის ერთდროულად. მშობელია როგორც წარსულის დანატოვარი და შვილია რომელიც შენ უნდა მომავალ თაობებს გადაულოცო, ხო? და თუ ეს წვეტა იქნა, თუ შენ არ გექნა იმის სურვილი, რომ მარტო შენი მინდათი, რომ შენ იგრძნო თავი ბედნიერად და არ იფიქრო იმაზე, რომ აი ეს ქვეყანა, რომელსაც შენთვის არაფერი არ დაუშავებია, სიკეთის გარდა, თუ არ გექნება იმის განცდა, რომ ზოგჯერ საკუთარი მინდას დათმენით გააკეთო ის, რაც ქვეყანას უნდა, მანამდე ამ ქვეყანაში არაფერი არ გამოვა და მახსენდება, როგორც ამბობენ, პრეზიდენტ კენედის ოთახში ქონდა გაკრული ესეთი წარწერა. ნუ ფიქრობ იმაზე, რა გაგიკეთა შენმა სამშობლომ, იფიქრე იმაზე, შენ რა გააკეთე სამშობლოსთვის, რომელიც მერე გავიგე სხვათა შორის, რომ არ ყოფილა კენედის სიტყვები, ყოფილა არაჩვეულებრივი ლიბანელი მწერლის ჯიბრალ ჰალიდ ჯიბრალის სიტყვები. და ალბათ ამაზე უნდა გქონდეს სწორება და მუდმივად უნდა გქონდეს იმის განცდა, რომ სამშობლო მართლა როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე და თუ ეს განცდა არ აქვს, თუ ამ განცდით არ გაზრდი შვილს, მაშინ ნუღა მოსთხოვ იმ შვილს და ნუ გაგიკვირდება, რომ ის შვილი ხვალ დაგიპირისპირდება და გეტყვის. ხალბატონო მაია, 4 ოქტომბერი, როდესაც ქვეყანაში ტარდებოდა არჩევნები, ამ დროს დაანონსებული იყო სხვათა შორის პაატა ბურჭულაძის მხრიდან, რომ მოხდებოდა ქვეყნებში მშვიდობიანი დამხობა. მოუწოდებდი ხალხს რუსთაველისა და თავისუფლების მოედანზე გასვლას და ნახეთ ის სცენარი, რაც მოხდა. ამის შემდეგ მოხდა დაპატიმრება პაატა ბურჭულაძის კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსის, მანამდე დააპატიმრებს ასევე რამდენიმე პოლიტიკოსი, რომ არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიისზე, როდესაც მოხდა მათი დაბარება. ამის შემდეგ შეფასებები არის დასავლეთიდან, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. თქვენთვის ეს ამბავი როგორ არის? ჩემთვის ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არის სრულიად გასაგებად. როცა შენ გაფრთხილებენ, როცა შენ გეუბნებიან, რომ თუ არ მობრძანდები, ეს მოგივა. თუ არ მოგძანდები დაგაპატიმრებ, თუ არ მოგძანდები შეგეხება სასჯელის რაღაც ზომა, ეს შენი არჩევანია. გინდა მიყვა, გინდა არ მიყვა. ზრდასრული ადამიანები. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უკვე ზრდასრულ ადამიანებზე ვსაუბრობთ. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე. რა თქმა უნდა, მე ყველა ახალგაზრდას გულშემატკივრობ და აქვე უნდა გითხრა, რომ ყველა დედას გულშემატკივრო და არავის როგორ შეიძლება მე ვინმეს პატიმრობა გიდოდა რომელიმე მშობელს შვილი ციხეში ყოფნა ეს ერთი მნიშვნელობა რა თქმა უნდა იქ ჩემთვის სულ ერთია მაგრამ რა შეიძლება ზრდასრულ ადამიანებს ეს არის მათი გადასაწყვეტი ისინი თავისი კონკრეტულად თავისი პირადი მოსაზრებებით ან საქმით ან რაღაც იმედით ან მიზნებით რომ წავიდნენ იმ ხო პაატა ბურჭულაძეს ხო იცნობთ მე პაატა ბურჭულაძე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ იმიტომ რომ ჩვენი სკოლელია ხო და აი ეს პროტესტი პაატა ბურჭულაძე წლების წინ არ იყო პროტესტის ეპიცენტრში ხო მე პაატა ბურჭულაძეზე დღეს თქვენ არ დაგელაპარაკებით იმიტომ რომ ეს ადამიანი არის საპატიმროში ერთი რამ მინდა გითხრათ არა მე სხვა რაღაცას გეკითხებით რამ გამოიწვია ხო იცნობთ კარგად პაატა ბურჭულაძეს და ის რომ აი გამოდით ქუჩაში დავამხოთ ხელისუფლება რითი ხსნით თქვენ ამას მე აუხსნელია პაატასთან მე ურთიერთობა არ მქონია დაახლოებით 28 წელია მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება გაცვალო ასეთი კარიერა იმაზე იმ გაუგებრობაზე რაშიც ასე ვთქვათ არის დღეს ეს ადამიანი აი ეს ჩემთვის წარმოუდგენელია პროფესიონალიზმი სრულ არაპროფესიონალიზმზე რა სხვა სფეროში აბსოლუტურად სრულ
სრულ გაუგებრობა. ყველაზე დიდი სცენები აქვს დაპყრობილი. რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი, იმაზე მეტი აღარ არსებობს. და რა მოხდა, რატომ მოხდა ეს? ბავშვების მეგობრობა, ბავშვების პატრიოტიზმი? ნიშნავს, იცოდე ის. როდესაც ანუ პატრიოტიზმა იფეთქა შეიძლება მასში და უნდა ხელისუფლების აი ამ გზით გაშვება რომ აუტანელობა პატრიოტიზმია მე თუ მკითხავ და არა პატრიოტიზმი. როცა ფეთქავს ის არა მხოლოდ კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ ასაკში და კონკრეტულ სიტუაციაში პატრიოტი თუ ხარ პატრიოტი ხარ მუდმივად თელი შენი ცხოვრების მანძილზე რას ნიშნავს იფეთქა შენ გინდა თქვა რომ კიდევ იმას ვიღაც ჩვენზე უფრო მეტი პატრიოტია არა რუსიბანი ვარო არ ამბობდა ხოლმე მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში მაშინ არ რომ არ გიდათ საუბარი მაგრამ რაღაც ანუ ეს ამოცანა ამოხსნილი გაქვთ თქვენ და ეხლა საუბარი არ გიდათ თუ რა ხდება ამოხსნილი ნამდვილად არ არა როგორ შეიძლება მე სამოხსნილი მქონდეს იქ რა ხდება მის გონებაში და მის ბუნებაში და მის გარემოცვაში ეს იმიტომ რომ ეს პატრიოტიზმი თქვენ გამორიცხეთ რომ პატრიოტიზმის სულისკვეთება შეიძლება ის ფიქრობს რომ ეს არის პატრიოტიზმი ჩემთვის პატრიოტიზმი სხვა რამეა ჩემთვის პატრიოტიზმი ის უფრო არის როდესაც ჩემი დიდი ქართველი ხელოვანები დგანან ძალიან დიდ სცენებზე უცხოეთში და მათ მთელი მსოფლიო უკრავს თავს და იქ წერია რომ ეს არის საქართველოდან აი ეს არის ხელოვანის მხრიდან პატრიოტიზმი ჩემთვის. აი ერთი რამ მინდა ვთქვა თუ არის დრო, იცით რა, მე ხანდახან იცით მაინც მე ესეთი ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ ბუნებით და სულ ფიქრობ ხოლმე ნანა. ალბათ რამდენი ადამიანი იყო იმ საპროტესტო, ასე ვთქვათ, ემიგრანტების საპროტესტო აქციაზე მათ შორის, რომელსაც ძალიან უნდოდა თემურის მოსმენაც. ანრის მოსმენაც, რუსაც მოსმენაც, მაგრამ იმიტომ რომ აი იმ ასე ვთქვათ, გარემოცვაშია, რასაც ბაბლს ეძახია ხოლმე. ვერც კი გაბედავდა იმის თქმას, რომ მე მინდა კონცერტზე შესვლა. ასეთიც ბევრია უკვე, იმიტომ მე ამას ვხედავ სხვათა შორის, ხომ ეთახო ფსიქოლოგიურად ეს აუცილებლად ასე იქნებოდა. ასე ალბათ ამ აქციებზეც ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება აღარც კი უნდა იქ ასე აქტიურად ყოფნა, იმიტომ რომ ნუ გასაგებია. მაგრამ იმ სოციუმშია და სხვა გზა არ აქვს. ეს ყველაზე ცუდი ეს კანონების გამკაცრება კიდევ ერთი რაც მოხდა ხომ? რუსთაველის გამზირი ახლა აღარ არის გადაკეტილი, ხელისუფლების პოზიცია ვიცით რომ ჩვენ რომ 100 და 150 ადამიანმა მთელ ქალაქს არ უნდა შეუქმნას პრობლემა. თქვენ აი ამ ნაწილში ისინი ამბობენ აქაც რომ აი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. იცით რა, გამოხატვის თავისუფლება, მეც ხომ მაქვს გამოხატვის თავის, მე რატო არა მაქვს უფლება, არ ვიცი, ნახეთ თუ არა 2-3 დღის წინ ხანდაზმული ადამიანი, კაცი უყურე, არ გაატარეს ქუჩაზე და საკმაოდ შეურაცხმყოფლად მოექცნენ, რა გაგიკეთეს, რა ჩადეს ამისთანა შევარდნაძის დროს, ანუ შეეხნენ მის ასაკს და იმას, რომ რა ხარ ამისთანა, რომ მაინც და ну ამაზე მეტი შეურაცხყოფა მე არ გამიკურდებოდა რომ იმ ადამიანს გული გახეთქოდა და ვერ მიეღწია სახვამდე და იმ ადამიანს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება მე თუ მინდა რომ აი იმ დროს გავიარო იმ ქუჩაზე რატო არ მაქვს ამის უფლება ანუ ჩემი როგორც პიროვნების უფლება იგნორირებულია და იმისი უფლება ანუ აქ ხო ჯახია უფლებების ხო და ხელისუფლება ვალდებულია გამოძებნოს რაღაცა ისეთი გზა რომ არც ჩემი უფლება დაირღვეს და არც იმ ადამიანის ვისაც უნდა რომ რაღაც დაპირისპირებაში იყოს და ამის მაქსიმალური გამოხატვა დადგეს 15 კაცს რაში ჭირდება ტროტუარის გადაკეთება მოძრაობის გადაკეთება აუცილებლობა მოითხოვს და თუ იქნება 100,000 ადამიანი ძალაუნებურად გადაიკეტება ხო ამას ვერავინ ვერ შეაკავებს და როდესაც არის 10 ადამიანი 15 თუნდაც 30 რომელიც თავისუფლად ეტევა ტროტუარზე ну რა როგორ აძლევს შენ თავს იმის უფლებას რომ დანარჩენ ვიღაცა სკოლიდან ბავშვი გამოყავს ვიღაცას ექიმთან მიყავს ვიღაცა ყველა ხო ბედნიერი ხო თუნდაც ვიღაცასთან შესახვედრად მედის და ბედნიერია და უხარია რა გინდა გამიეცი ამის საშუალება რა ჩვენ პოლიციას თმენ აქვს მე არ ვიცი უბრალოდ ნამდვილად გმირები ყოლია просто რასაც ეს ბიჭები იტანენ ეს კიდე ერთი თემა, რომელიც ალბათ დამეთანხმებით ფინალისკენ მივდივართ. ძალიან უხერხული თემა, ახლა ადამიანებს შორის ოპოზიციურად განწყობილ, რადიკალურად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შორის, ხელოვანებს შორის ჩვენ ძალიან ბევრი ნაცნობი და ახლობელი გვყავს. ძალიან ბევრი, იმიტომ რომ
40 წელია. რომლებიც ძალიან გვიყვარს. რა თქმა უნდა. და აი აქ არის მე მგონი ყველაზე დიდი ეს ბეწვის ხედი გასავლელი კორექტულობას, კულტურულობას, ახლობლობის შეგრძნებასა და აი უზრდელობას შორის, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე. მე ამ თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ რამდენიმე ძალიან ცნობილი ჩვენი ხელოვანი ადამიანი, რომელიც სხვა მხარეს დგას, არასდროს არ აძლევს თავისუფლებას ჩემთან, რომ ისაუბროს ამაზე. შესაბამისად, მეც ვერიდები ამ თემაზე საუბარს. და ეს არის მე მგონი ძალიან კარგი მომენტი იმისთვის, რომ რაღაცნაირად ჩვენი თაობის ხალხი მაინც გადავეწყოთ სიმშვიდისკენ. აქვე გითხავთ, აი მომგვისმენია ჩვენ რაღაცა ნაწილისგან, რომ აი და კონცერტში არ მომღერებენ დამბლოკეს ასე ეს შეიძლება ვახტანგ შეიძლება მე გეტყვით. აი გუშინ თუ გუშინ წინ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს 2 დღე არის საახალწლო სოფლის სცენაზე, რომელიც არის რედისონის წინ, სადაც ტარდება ეს კონცერტები. თვალი მოვკარი ერთ-ერთ მომღერალს, მე არ ვიტყვი ჩემს კოლეგას, ერთ-ერთ მომღერალს, რომელიც დაკავებული იყო თავისი პოსტებით Facebook-ზე, ყველგან ლანძღავდა მთავრობას, ლანძღავდა მომღერლებს, ვინც მთავრობის მომხრეები ვიყავით, და ხედავ რომ დგას საახალწლო სოფლის სცენაზე და მღერის. კი ბატონო. არასოდეს არ ყოფილა ამ მთავრობის პერიოდში ვინმე შავ სიაში მოხვედრილი. ესეთი რამე არ ყოფილა. არც უნდა იყოს. არც უნდა იყოს. არც როგორ ხდება, ვახოთ თავაზობენ, მაგრამ თვითონ ამბობენ უარს რიგში. ხო, მაგრამ მე ნახე გუშინ. ჩვენი გადავლახოთ ეს დაპირისპირება, ხო შეიძლება ანუ ეს დაბლოკვის ამბები არავინ არ თქვას რომ ვინმეს იმიტომ ძალიან ბევრ სფეროშია ასე იგივე თეატრში თუ გნებავს იგივე ანუ შემოქმედებითად რაღაცა ვინმეს ჩარებას ეწოლა ესეთი გამორიცხვა. არ გამიგია არასდროს. პირიქით გამიგია რომ შევთავაზეთ და თვითონ იუარა. ალბათ იმიტომაც იუარა რაც მე წერან თქვი. ძალიანაც უნდა, მაგრამ აი ეს გარემოცვა შინია რომ მეერიდება. ასეც არის. ალბათ. ყოფილა შემთხვევები რომ აი ხო არის ხოლმე საახალწლო კონცერტები, რაღაცეები, მოკეთ მათ უფრო მეტი კონცერტები აქვს ვიდრე ჩვენ ვინც ვართ. და ეს იცი რა მინდა ვთქვა რომ ეს იმას ნიშნავს რომ პირიქით თავრობა მათ ხელს არ აწვება, პირიქით ეხმარება, რომ ეს მე მგონი სწორი პოლიტიკაა. ამ პატარა ქვეყანაში ჩვენ დასაკარგია. ანუ პოლარიზაციისკენ არ მიდის ხელისუფლება. არც უნდა არ არაერთარ შემთხვევაში. გასაგებია, თუ რამის დამატება გინდათ, თუ არა უნდა დავასრულოთ. მე მგონი ერთადერთი რაც გადაგვარჩენს, ისევ სიყვარულია, ისევ ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენა და რიზეთი სტრიქონი მინდა ახლა გამიხსენო, სიყვარული ასწორებს, სიძულვილი ტეხავს, მოგეხსენება ჩვენი ერთ-ერთი არაჩვეულებრივი პოეტის სიტყვებია და მართლაც არავინ არ არის ამ ქვეყანაში დასაკარგად განწირული. ყველანი ჩვენი შვილები, ახლობლები ამ პატარა ქვეყანაში რო გაყვა, ყველა რაღაცა ნათესაურ მასში ვართ ერთმანეთთან და ყველა გზა უნდა მოვძებნოთ იმისთვის, რომ აი ეს დაპირისპირება გადავლახოთ და ყველამ ერთად იმ ერთ მთავარ ხატზე ვილოცოთ და იმ ერთი მთავარი ხატის გადასარჩენად ვიღოთ, რასაც საქართველო ქვია. ნანა უნდა გაუშვათ ახალგაზრდათან სალაპარაკო. სიამოვნებით სავალ ახალგაზრდათან სალაპარაკო ნამდვილად და ერთად და კიდევ ერთი მინდა თქვა რაც ყველაზე მთავარია. ვაპატიოთ ნიჭიერ ადამიანებს, რომ ისინი არიან ნიჭიერები და ნუ რა ვითარ აი ყოველთვის ყველაზე უარესი რაც არის ჩვენ ვერ პატიობთ ადამიანებს ნიჭიერებას. ვაპატიოთ რა, რომ ნიჭიერები არიან. მაინც ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს ნიჭიერების წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი მაინც ცეთები იქნებიან როგორებიც არიან და ვინმეს ებრძოლება ცოტა. ეს დამეთახმება აგერ თემური და მეთახმება მაია ეს აკეთება. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, მე მგონი დასასრულს ისევ იმ გენიალური ადამიანის სიტყვებია, რომელიც ვახსენებ გადაცემის დასაწყისში. ნუ გეშინიათ სიყვარულის. სიყვარული ვერ გააკეთებს ცუც ვერაფერს, გეშინოდეთ ბოროტების, იმიტომ რომ მას ყველაფერს და ყველაზე გრევა შეუძლია. და აი კიდევ გავაკეთებ ერთ პერიფრაზს. ეს არის ლევნიცის პერიფრაზი, რომელიც ილიამ გააკეთა. აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. აი ეს ტრიადა
აწმყო წარსული და მომავალი ჩვენ გავაცნობიეროთ ისე როგორც გასაცნობიერებდა და როგორც ლეიბნიცს აქვს და ილიამ დაგვიტოვა ჩვენ ეს როგორც შეგონება და ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება. გასაგებია, უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ, რომ მოხვედრა დიდი მიიღეთ მადლობა. და გადაცემაში ძალიან დიდი მადლობა. მონაწილეობისთვის კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა. ოთხშაბათ შევხვდებით, ნახვამდის.